შვიდივე მსოფლიოს საეკლესიო კრება, რაც საერთოა მკრებებისა, მოწვეულ იქნა ყველა მათგანი სხვადასხვა მწვალებლური ერესის დასაგმობად. ანუ პირველი მიზეზი, რის გამოც ხდებოდა მსოფლიო კრების მოწვევა, ეს იყო ეკლესიაში აღმოცენებული ესა თუ ის ერესი. სანამ უშუალოდ მსოფლიო საეკლესიო კრების შეფასებაზე გადავიდოდი, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იმართება კრებსითად და არაერთი პიროვნების მიერ. სწორედ ამით ემიჯნება და განსხვავდება რომაული კათოლიციზმისაგან, სადაც თქვათ იქ ერთი პიროვნება მართავს ეკლესიას, ანუ რომის პაპი. მნიშვნელოვანი რა არის? მოციქულები უშუალოდ ხორციელ მაცხოვარს, განკაცებულ მაცხოვარს ემსახურებოდნენ, მისი თვითმხილველები იყვნენ და სულიწმინდა ხილულის სახით გადმოვიდა მათზე. რეალურად ყველა მათგანი ისეთი მადლით იყო ახსავსე, როგორი მადლითაც მათ შემდგომ არც ერთი ადამიანი არ ყოფილა ახსავსე. მიუხედავად ამისა, მაინც ერთი პიროვნების დონეზე არ წყდებოდა ეკლესიაში პრობლემები. მაინც ისინი ადამიანები იყვნენ და იმ მათ დროსაც კი საჭირო გახდა, რომ კრებსითად გადაწყვეტილი იყო ზოგადი პრობლემური საკითხები და არაერთი პიროვნების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ავტორიტეტი მათ შორის ბევრი იყო, რომელსაც ყველა დაუჯერებდა. ისტორიულად მსოფლიოს საეკლესიო კრების მოწვევა ხდებოდა იმპერატორების დროს. ანუ მათი ორგანიზებით. თუმცა ჩვენ რო ვთქვათ, რომ აი მსოფლიოს საეკლესიო კრებისთვის რა რეგლამენტია საჭირო, ჩვენ ესეთი რეგლამენტი არ გვაქვს წინასწარი. რატო? იმიტომ რომ მსოფლიოს საეკლესიო კრება იმართებოდა სულიწმინდის მიერ და არა პიროვნებების მიერ. ცხადია, მსოფლიოს საეკლესიო კრებაზე ხდებოდა მოწვევა მღვდელმთავრების, სამღვდელოების, ანუ ეკლესიის მამების. ისინი კრებსით იღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მათი პირით მეტყველებდა ღმერთი, ანუ უშუალოდ სულიწმინდა. იმიტომაც ის არანაირ ადამიანურ რეგლამენტს არ ექვემდებარება. და ყველაზე მთავარი, რომ არც ერთი მსოფლიოს საეკლესიო კრება არ მოწვეულა წინასწარ როგორც მსოფლიოს საეკლესიო კრება. მათი მოწვევა ხდებოდა როგორც საყოველთაო კრება და შედეგობრივად ფასდებოდა ის როგორც მსოფლიოს საეკლესიო კრება. იმიტომ ჩვენ გვაქვს კიდე ასე ვთქვათ 459 წლის მსოფლიოს საეკლესიო კრება, ეგრეთ წოდებული, რომელიც შეფასდა როგორც ავაზაკთა კრება, ანუ ეკლესიამ მის დადგენილებები არ მიიღო. თუმცა გარეგნული ნიშნით ის არაფრით არ განსხვავდებოდა იმ ნამდვილი მსოფლიოს საეკლესიო კრებებისაგან. არც მამათან სიმრავლით, არც იმ ორგანიზებული სახით და არც იმ რეგლამენტით, როგორც სხვა მსოფლიო კრებები გაიმართა. ამის გავსი ესეთივე კრება გაიმართა 754 წლის ხატმებრძოლური კრება, რომელსაც უთავოთა კრება ეწოდა და ვიდრე 797 წლამდე ეს მსოფლიოს საეკლესიო კრებად მიიჩნეოდა, სანამ ნამდვილმა მეშვიდე მსოფლიო კრებამ არ დაგმო ეს კრება და მას არ ეწოდა სრულ კრება. ამიტომ ის ადამიანურ რეგლამენტს არ ექვემდებარება. მსოფლიო კრების შეფასება ხდება მისი შედეგის მიხედვით. და საბოლოოდ ყოველ მსოფლიოს საეკლესიო კრებას ამტკიცებდა მისი მომდევნო მსოფლიოს საეკლესიო კრება, რომ ის არის ჭეშმარიტი მსოფლიოს საეკლესიო კრება. ამის ძირითადი მიზეზი იყო ეკლესიაში უკვე ასე ვთქვათ გავრცელებული ის რომ მოძღვრები თვითონ ეკლესიის წიაღშივე, რაც ამახინჯებდა მაცხოვრის სწორ დოგმატურ სწავლებას. და ჩვენ ვიცით, რომ პირველი მსოფლიოს საეკლესიო კრება მოწვეული იქნა ეგრეთ წოდებული არიოზული მწვალებლობის წინააღმდეგ, რომელიც მაცხოვრის მამა ღმერთთან თანასწორობას აყენებდა ეჭქვეშ. ან იერარქიულობა შემოიტანა არიოზმა, რომ თითქოს მაცხოვარი უფრო დაბალ საფეხურზე მამა ღმერთთან შედარებით და უშუალოდ ამბობდა, რომ სრულყოფილი ღმერთი არის მამა ღმერთი, ხოლო მაცხოვრი მას დაქვემდებარებული. ანუ ესეთი სრულ სწავლება შემოიტანა არიოზმა ეკლესიაში. აი ამის გამო, რა თქმა უნდა, ეს ჯერ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მოხდა მისი განხილვა და დამტკიცდა, რომ ეს იყო მწვალებლობა და როდესაც არიოზი არ გაჩერდა და უკვე მას უამრავი მიმდევარი გაუნჩდა და უკვე ეკლესიის სხეულს შეუქმნა მან საშიშროება თავისი სრულ სწავლებით, უკვე საჭირო გახდა იმ დროს, რამდენი ადგილობრივი ეკლესიაც კი არსებობდა ჯერ, მოწვეული იყო მსოფლიოს საეკლესიო კრება. მეორე მსოფლიოს საეკლესიო კრება, რომელიც გაიმართა კონსტანტინოპოლში 391 წელს, იმპერატორ თეოდოსი დიდის მიერ, ესეც ფაქტობრივად არიოზული ერესის გაგრძელება ითვლება და ისევ საბოლოო დამხობად არიოზული ერესისა, უშუალოდ უკვე სულიწმინდის ღმერთობაზე იყო დავა, რომ ის ისეთივე ღმერთია როგორც მამა და ძე და დამტკიცდა სულიწმინდას ისეთივე ღმერთი როგორც მამა და ძე და ამ დროს ჩამოყალიბდა ნიკეა კონსტანტინოპოლის მწამსი თავის საბოლოო სახით. მესამე მსოფლიოს საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში 421 წელს, რომელსაც თავმჯდომარეობდა წმინდა კირილი ალექსანდრიელი, ეს გაიმართა ნესტორიანელობის წინააღმდეგ, ნესტორი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მისი ძირითადი დოგმატური შთომელება იყო მაცხოვრის განკაცებასთან დაკავშირებით. ანუ ის უარყოფდა მაცხოვრის განკაცებას. ანუ ის ლოგიკურად, ასე ვთქვათ, ვერ ამტკიცებდა იმას და მას უჭირდა ამის გაგება, როგორ შეიძლება ღმერთი დაბადებულიყო ჩვეულებრივი ადამიანისაგან, ან ქალწული მარიამისაგან. ამიტომ ის ამბობდა, რომ ქალწულმა მარიამისაგან დაიბადა არა ღმერთი, არამედ ჩვეულებრივი ქრისტე ადამიანი, რომელსაც ღმერთი მერე შეუერთდა და ამიტომ ის ქრისტეს მშობელს უწოდებდა და არა ღვთისმშობელს. და აი ამ მწვალებლობის წინააღმდეგ გაიმართა ეს კრება, რაც დაიგმო მისი მწვალებლობა და დამტკიცდა, რომ ეს ადამიანურ ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს არის საიდუმლო, რომ მაცხოვრი დაიბადა ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებით, ადამიანური სხეულით და მოხდა მისი განკაცება. ამიტომაც ღვთისმშობელს ჩვენ ჭეშმარიტ ღვთისმშობელს უწოდებთ ნამდვილად.
ამის შემდეგ გაიმართა მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება 451 წელს, ანუ 20 წლის შემდეგ ეფესოს კრებისაგან. მეოთხე მსოფლიო კრება უკვე უშუალოდ მიეძღვნა ისევ მაცხოვრის განკაცებას ეხება და უშუალოდ მის ორ ბუნებოვნებას. ანუ მართლმადებლური დოგმატური სწავლებით მაცხოვრი იყო ორი ბუნების მატარებელი, სრული ღმერთი და სრული ადამიანი. ანუ ეს ორი ბუნება იყო ერთმანეთთან შეურწყმელად და განუყოფელად. უბრალოდ შეურევნელად. ეს ას გულისხმობს, რომ ორი ბუნების შეერთება მოხდა ერთ პიროვნებაში. ან მაცხოვრი იყო ერთი პიროვნება, მაგრამ ორი ბუნების მატარებელი იყო. ეს ორი ბუნება მიუხედავად იმისა, რომ ერთ პიროვნებაში იყო, ერთმანეთს არ შერევია. აი მონოფიზიტური ერესმა სწორედ ეს შერევნა იქადაგა და საბოლოო ჯამში აღიარა, რომ ანუ ღვთაებრივ ბუნებამ თქოს დაჩრდილა ადამიანური ბუნება და ერთი ბუნების აღიარება დაიწყეს მაცხოვარში. ამას ქვია მონოფიზიტობა, ანუ მონოს ნიშნავს ერთს, ფისის ბუნებას. და მართლმადებლური მოძღვრება ეს არის დიოფიზიტური მოძღვრება, ანუ რომელიც აღიარებს ჩვენ მაცხოვარში ორ ბუნებას. მონოფიზიტური ერესი საკმაოდ ძლავრი ერესი იყო ისეთი, რომელიც აი ჩვენ თქვი წინა კრებებზე ხო აი არიოზელობა, ჩვენ სულიწმინდის ღმერთობას პნევმატომახები ეწოდებოდა, ვინც სულიწმინდის ღმერთობას ებრძოდა. მესამე მსოფლიო კრება გაიმართა ნესტორიანის წინააღმდეგ. აი ეს ერესები რა თქმა უნდა თავის დროს იყო ძლავრი ერესები, მაგრამ ესენი ასე ვთქვათ ისტორიიდან გადავიდა, გაქრა. მონოფიზიტობა არის ის ერესი იყო და არის, რომელიც დღემდე არსებობს და არ გამქრალა ეკლესიის ცხოვრებიდან სამწუხაროდ. და აი მეოთხე მსოფლიო კრების მერე კვლავ მონოფიზიტობის ერეს დაეთმო მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება იმპერატორი იუსტინიანე დიდის დროს. ისეთი პოლიტიკური ვითარება იყო, რადგანაც დიდი იყო მონოფიზიტთა რაოდენობა იმპერიაში. ეხლა მათი ფიზიკური დევნის ნაცვლად იმპერატორმა იუსტინემ გადაწყვიტა რამე გზა ხარ მოეძებნა ისეთი, რომ იქნება რაღაც მოლაპარაკებაზე წასულიყო მათთან, რაც შესაძლებელს გახდიდა რომ მონოფიზიტები შემოერიგებინა ეკლესიაში. და მან დაწერა ნაშრომი ეწოდებული სამი თავის შესახებ. ეს იყო სამ პიროვნებას ეძღვნებოდა ეს ნაშრომი, ეს იყო თეოდორი მოფსუესტელი, თეოდორი დეკვერი და იბადესელი, რომელსაც და დაწერილი ჰქონდათ ნაშრომები ისეთი შინაარსის, რომელიც ხოლმე ნესტორის სწავლებლობას მოიცავდა. და იუსტინ დიდს შესთავაზეს გარკვეულმა ეპისკოპოსებმა, რომელიც უფრო ასე ვთქვათ მონოფიზიტებს ემხრობოდნენ, რომ მას დაეგმო ეს პიროვნებები და მათი რომელიც თქოს ქალკედონის კერბამ გაამართლა. და მათი მეშვეობით უკვე მონოფიზიტები შემოერიგებდა ეკლესიაში. და იუსტინ დიდმა დაწერა ნაშრომი, სადაც ეს სამი პიროვნება და მათი ნაშრომი დაგმო ამ ნაშრომში. მაგრამ ამას დიდი მღელვარება მოყვა ეკლესიაში, იმიტომ ეს პიროვნებები ცოცხლები აღარ იყვნენ ამ დროს და ბევრი მამა მიჩნევდა, რომ გარდაცვლილი ადამიანის განჯი აღარ შეიძლება, იმიტომ მას აღარ შეუძლია სიტყვის გება სასამართლოზე, საეკლესიო სასამართლოზე. გარდა ამისა, მეოთხე მსოფლიო კრებას ეს ორი პიროვნება, ბოლო ორი პიროვნება, თეოდორ კვირილი და იბადესელი შეწყნარებულიც კი ყავდა. ამიტომ თუ ეს კრება დაამტკიცებდა რომ ეს პიროვნება უნდა გადაეცეს ანათემას, თვითონ ესე იგი გამოიწვია წინა კრების დადგენილება უნდა დამდგარიყო ეჭქვეშ. ანუ ანტიქალკედონური გამოვიდოდა ეს კრება და აი მეხუთე მსოფლიო კრება ამასთან დაკავშირებით გაიმართა 553 წელს კონსტანტინოპოლში, რომელზეც მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება, რომ თეოდორე მოფსუესტელი და მისი ნაშრომები პიროვნებასთან ნაშრომის დაგმეს და ანათემას გადასცეს. ხოლო რაც შეეხება თეოდორ დეკვერს და იბადესელს პიროვნებები შეიწყნარეს, იმიტომ რომ მათ შეინანეს წინაკრებების დროს დამეთქმედება და აქედან გამომდინარე ისინი ანათემას აღარ გადასცეს, ხოლო ის ნაშრომები, რომლის მართლა ნესტორიანელობას მოიცავდა, ეს ნაშრომი დაგმეს. მეექვსე მსოფლიო კრება გაიმართა 680 წლებში ქალაქ კონსტანტინოპოლში ისიც, ეს იყო ამ დროს მძლავრობდა ეგრეთ წოდებული მონოთელიტური ერესი. მონოთელიტური ერესი ფაქტურად ესეც გაგრძელება მონოფიზიტური ერესისა, თუ მონოფიზიტები მაცხოვარში აღიარებდნენ ერთ ბუნებას, მონოთელიტები აღიარებდნენ მაცხოვარში ერთ ნებას. რომ მაცხოვარში მხოლოდ ერთი ნება იყო, ანუ ღვთაებრივი ნება. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მაცხოვარში იყო ბუნება, ხოლო ნებელობა ეს არის არა პიროვნების, არამედ ბუნების თვისება. და თუ ორი ბუნება შესაბამისად ნებელობაც ორი იყო მაცხოვარში, ოღონდ ესენი იყო ერთმანეთთან ასე თქვათ, კაცობრივი ნებელობა მთლიანად დაემორჩილა ღვთაებრივი ნებელობას. ამიტომ ორი ნებელობა ეს არ ნიშნავს, რომ მაცხოვარში განსხვავებული ნებელობები იყო და ურთიერთსაწინააღმდეგო. ესენი წინააღმდეგობაში ერთმანეთთან არ მოდიოდა, როგორც მისი ორი ბუნება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა. და ანუ ეს მონოთელიტური ერესი დაიგმო 680 წელს. და ბოლო მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც განსხვავებული კრებაა, რომელიც ქრისტოლოგიურ საკითხებს საერთოდ აღარ ეხება, ეს არის ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ გამართული კრება, რომელიც გაიმართა ქალაქ ნიკეაში, ანუ ნიკეის მეორე კრებასაც უწოდებენ ამას, 787 წელს. დედოფალ ირინეს დროს, ამ დროს პატრიარქი იყო ტარასი, რომელსაც ასე თქვა დაგმეს ხატმებრძოლური ერესი. ხატმებრძოლეობის ერესი ესენიდან წამოვიდა, ანუ რომ ქრისტიანები დაადანაშაულეს კერთაყვანისმცემლობაში, ანუ კერპებად მიიჩნეს ხატები. სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ამას თავის საფუძვლები ჰქონდა.
ანუ ქრისტიანთა შორის მართლაც იყო ისეთი გაუკუღმართებული დამოკიდებულები ხატების მიმართ. აი არის ცნობები, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი უშუალოდ ტრაპეზის ნაცვლად ხატებზე წირავდა. წირვას ატარებდა უშუალოდ ხატზე. და ეს ეაზრებდა მრევლს. ზოგიერთ სასულიერო პირი ხატებიდან ხეკავდა საღებავს და იმას ხრიდა წმინდა ზიარებაში და ეს ეაზრებდა მრევლს. ზოგიერთი ხატებს ნათლიერად იყენებდა. ანუ ესეთი გაუკუღმართებული თაყვანისცემა იყო გავრცელებული და ამ ხატმებრძოლის მართლაც მისცა იმის საბაბი, რომ კეფთაყვანისცემაში დაედანაშაულოთ ქრისტიანები. და 787 წელს გამართულ სოფლიოს საეკლესიო კრებაზე მოხდა ასე ვთქვათ სწორი რეგლამენტირება, რომ როგორი კუთხით მოხდა თაყვანი ხატებს და რაც ზედმეტია გადაჭერებული ის კრებამ რა თქმა უნდა დაგმოდა. აი ამით დასრულდა 7 სოფლიოს საეკლესიო კრება. ეს არის პატრიარქ ფოტიოსის დროს გამართული 869 წლის ადგილობრივი კონსტანტინოპოლის ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელიც ადგილობრივ კრებად კი არის მიჩნეული, მაგრამ მასზე განხილული საკითხები იყო დოგმატური შინაარსის. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ფილიოქვე დაიგმო, რაც უკვე დასავლეთის ეკლესიაში იყო გავრცელებული, ანუ სულიწმინდის მამისაგან და ძისაგან გამომავლობა და ეს იყო ბოლო კრება, რომელიც გაიმართა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიის მეთაურთა ერთობლიობით. ამ დროს რომის პაპი იყო იოანე მერვე. თვითონ უშუალოდ არ მონაწილეობდა ამ კრებაში, მისი დელეგატები მონაწილეობდნენ ამ ადგილობრივ კრებაში და გარდა კონსტანტინოპოლისა და რომის ეკლესიების ამ კრებაში მონაწილეობა მიიღეს ანტიოქიის, ალექსანდრიის და იერუსალიმის ეკლესიის წარმომადგენლებმაც. ანუ თავისი არსებით სოფლიო კრებების არაფრით არ ჩამოუვარდება. უბრალოდ მას შემდგომში აღარ მისცემი ესეთი სტატუსი, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ბევრი ცნობილი მამა, იგივე იოანე ზონარეს, უნიკანონისტი, სემიონ თესალონიკელი და დღეს ბევრი თანამედროვე ეპისკოპოსები საბერძნეთისა ამას როგორც მეორე სოფლიო კრებას ესე აღიარებენ. ხოლო რაც შეეხება მეცხრე სოფლიო საეკლესიო კრებას, რომელიც ასევე ბერძნულ ისტორიოგრაფიაში აღიარებია როგორც მეცხრე სოფლიო კრება, ეს გახლავთ გრიგოლ პალამას დროს მე-14 საუკუნეში გამართული 1351 წელს გამართული ადგილობრივი კონსტანტინოპოლის კრება, რომელსაც ისიხასტორი კამათები ეწოდებოდა. ამას აი ამ პერიოდში იყო გამართული ეს საკითხები და უშუალოდ დავა მიმდინარეობდა სამღვთო მადლის ქნადობასა და უქნელობას შორის. აი ამ დროს დაიგმო ეს წვალებლობა, რომ სამღვთო მადლი უქმნელია და არაქმნილი და ესე როგორც აღანაც დოგმატური საკითხი იქნა ამ კრებაზე განხილული, ამიტომ თავის მნიშვნელობით სოფლიო კრებებს უტოლდება.